მოგესალმებით, დიდი მადლობა. დღეს ძალიან კარგი შეხვედრა ქონდა ბორჯომში შეხვდით სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პარტიის აქტივს. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ჩვენ არჩევნების საკითხებზე, ბუნებრივია შევეხეთ მიმდინარე საკითხებს, მოვლენებს, რომელიც ვითარდება ქვეყანაში და რეგიონში საერთოდ, ერთად გავაკეთეთ ანალიზი, გავუზიარეთ ინფორმაცია თუ როგორ ვითარდებოდა ბოლო წლებში ქვეყანაში ვითარება, როგორ რა განსაცდელები გამოვიარეთ, რა გამოწვევებს გაუძლო ქვეყანამ და როგორ მოვედით დღემდე. აი ამ საკითხებზე ქონდა ჩვენ საუბარი, ჩვენი პარტიის აქტივთან. რა თქმა უნდა, თავარი მესეჯი არის ის, რომ ჩვენი პარტია მაგრად უნდა იყოს მომზადებული არჩევნების დღისთვის, რომ ძლიერად გავიმარჯვოთ. ერთადერთი მინდა კითხვაც დავსვა აქვე და საერთოდ ჩვენს მოსახლეობა, ჩვენს ხალხს მივმართო, რომ თუ ვინმეს რომელიმე პოლიტიკურ ძალას დღეს შესწევს უნარი და ძალა იმისა, რომ შეინარჩუნოს მშვიდობა, სტაბილურობა და უზრუნველყოს განვითარება, მათ შორის ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ეს არის ერთადერთი უალტერნატივო ძალა ქართული ოცნება. სხვა არ არსებობს, მეგობრებო, სხვა ალტერნატივა არ არსებობს. სხვა ალტერნატივა ეს არის ნგრევა, ომი და ქაოსი და უბედურება, რომელიც უკავშირდება ნაცმოძრაობას და მის სატელიტებს. აი ეს ვითარებაა. ახლა მზად ვარ გიპაცხოთ კითხვებზე. რიგობით შეიძლება. ჩვენ ვიცით, რომ წინ არის მესამე მოსმენის საკითხის დამტკიცება და კიდევ უფრო წინ არის ვეტოს გაძლევის პროცედურა. გუშინ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით თქვა, რომ შესაძლოა ვეტოს გაძლევამდე იყოს გარკვეული ცვლილებები ამ პროცესში. მოლოდინი გაქვს თუ არა, რომ შესაძლოა იყოს გამოინახოს რაიმე კომპრომისებიც და მათ შორის ჩვენი პარტნიორებისგან დასავლეთით. აქ ვეკითხავთ, რომ პარტნიორებთან შეხვედრას დღის ადრე გამოხატეს მათ მზაობა მოლაპარაკებების პროცესში ჩართვაზე. მე რა თქმა უნდა არ შევალ შინაარსში, არც ამ კანონის და არც აი ამ დეტალებზე არ მინდა საუბარი. მე ერთი რამ მინდა თქვა. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან. ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან. აუცილებელია ჩვენს პარტნიორებთან დიალოგის გაგრძელება, საუბარი და რა თქმა უნდა მე ვარ მომხრე იმისა, რომ მოხდეს აი ამ გაუგებრობის განმუხტვა, ეს უნდა გავაქარწყლოთ, ყველა კითხვა უნდა მოიხსნას ჩვენ შორის. დღეს რთული სიტუაცია, რთული ვითარებაა. ქვეყანას სხვა უამრავი გამოწვევები აქვს, როგორც არის იგივე ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, სხვა მიმდინარე თემები, რეგიონში როგორ ვითარება, ხედავთ მეგობრებო, უკრაინაში ომი არ ჩერდება და არ გაჩერდება დიდი ხანი. სხვათა შორის ამას გარდა ამას ემატება ახლომოსავლებში მიმდინარე მოვლენები, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ამძიმებს აი ამ ისედაც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოს და ვითარებას. ასეთ ვითარებაში რა თქმა უნდა მე ვარ მომხრე იმისა, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ჩვენი მთავარი მიზანი ეს უნდა იყოს. რა თქმა უნდა, რაც შეეხება ამ კანონს, ახლა საერთოდ მე ამ კანონის მიმართ საერთოდ ეს ჩემი პირადი აზრია, ეს არ არის ჩვენი პარტიის აზრი, მაგრამ როდესაც ხდება, ასე ვთქვათ, ლეგალიზება უცხო სახელმწიფოს ინტერესების გატარებისა, მე ამას როგორც მოქალაქე არ მივესალმებ. ჩემთვის უცხო სახელმწიფოს ინტერესებს სახურება ეს არის ღალატი ჩვენი ქვეყნის ინტერესების. ყველა ერთ რამეს გეტყვით რა. ნიშნულობა არ აქვს რომელი ქვეყნის აგენტი იქნები რუსეთის თუ ამერიკის თუ აფრიკის თუ აზიის. ნიშნულობა არ აქვს. აგენტი არის აგენტი. აგენტის ქმედება არის დაჟადი. ეს არის ღალატი მეგობრებო. ამაზე უნდა იყოს საუბარი. ჩვენ ანადგურებს და მეგობრების და რა, მეგობრების აგენტობა შეიძლება? რას მილაპარაკებთ? რომლებიც აშენებენ ჩვენ წარმოდგენა არ გაქვს ესე იგი. მე სხვა რამეზე მაქვს საუბარი. მე მაქვს საუბარი იმაზე, რომ მიუღებელია საერთოდ დისკუსია იმაზე მიმდინარეობს. აი შეიძლება თუ არა რომ მეგობარი სახელმწიფოების ინტერესების გამტარებელი ვიყო. ეს ხო კატასტროფაა. აი ამას თავში რომ დაუშვებს კაცი, მის საქმე წასულია უკვე. ჩემთვის ახლა მე როგორ შეიძლება საქართველოს მოქალაქემ იფიქროს სხვა სახელმწიფოების ინტერესების გატარებას. ინტერესი არსებობს ერთი. ეს არის ქართული ინტერესი, ეს არის საქართველოს ინტერესი მეგობარო. თქვენი სახელი? გიორგი. ჩემი რჩევა იქნება, რომ იფიქროთ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე.
ბატონო ირაკლი, ოკუპირებული რეგიონიდან ვარ მე. მე მაგას ნიშნავს. არა, ეგ არ ეწინააღმდეგება მეგობარო, გიორგი, არ ეწინააღმდეგება. არა, მე არავის არ უწოდებ აგენტს. მე აგენტურა უწოდო ადამიანს, უნდა მქონდეს მტკიცებულებები. მე არავის არ უწოდებ. საუბარი შედგა თუ არა პარტნიორებთან, თქვენ თუ გაქვთ ეს ინფორმაცია, რაზეც კობახიძე საუბრობდა გუშინ. ვეტოსთან დაკავშირებით და ამ კანონთან მიმართებაში მოლაპარაკებები. არ ვიცი, დეტალებზე თავად ისაუბრა პრემიერმა. დაველოდოთ. მე ჩემი პასუხი იქნება, რომ დაველოდოთ, მეგობრებო, ჯერ კიდევ არის დრო. ჯერ ეხა მესამე მოსმენით უნდა იყოს მიღებული ეს კანონი, შემდეგ ვეტოს დაძლევამდე დრო არის კიდევ. თავარი მინდა თქვა, ჩვენ დღეს ვჭირდება დამშვიდება სიტუაციის სტაბილურობა გვინდა, განვითარება გვინდა. არ გვინდა ეს იცით რა არის? ქვეყანაში დღეს გავიმეორებ. ქვეყანაში დღეს მოქმედებს 31000 არასამთავრობო ორგანიზაცია. 31000 არასამთავრობო ორგანიზაცია არის ოფიციალურად დარეგისტრირებული ქვეყანაში. ეს ერთის მხრივ, რა ვიცი, შეიძლება კარგია, მაგრამ მეორეს მხრივ ცოტა არაბუნებრივი სიტუაცია. ისე ადამიანი ყველა ფიქრობს, რომ გახდეს NGO-ს წარმომადგენელი. მე საწინააღმდეგო არ მაქვს. ისე არ გამიგოთ, რომ მე წინააღმდეგო ვარ NGO-ების და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების პირიქით. მე მინდა მომხრე ვარ, რომ იყოს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, მაგრამ ეს ორგანიზაციები უნდა ემსახურებოდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. აი თქვენ ახსენეთ უკვე მე რამდენად რომ აი ოკუპაცია ამ საკითხებს უნდა ემსახურებოდნენ და არა იმას, რომ NGO იდგეს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციის წინ და პარლამენტის წინ ითხოვდეს მთავრობის გადადგომას მაშინ როცა ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და რუსის ჯარი გვიდგას 40 კილომეტრში თბილისიდან. აი ამას უნდა ემსახურებოდნენ და ასევე მინდა თქვა, შეგახსენოთ ყველას ერთ-ერთი ცნობილი, ასე ვთქვათ, NGO ელიტის წარმომადგენელი, ვინც არის ნინო ლომჯარია, ყოფილი ომბუდსმენი, საახალდამცველი. როცა იყო საშიში ძალიან რთული მდგომარეობა, გასult მაშინ უკრაინაში ახალდაწყებული ომი და მაშინ მე ძალიან მკაფიოდ განვაცხადე, რომ საქართველოს დაიცავს მხოლოდ ქართულ ინტერესებს. მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მხოლოდ ჩვენი ხალხის ინტერესებს და მაშინ გასult რომ გამოვიდა ეს ქალბატონი და თქვა, რომ მილჩევნია ბომბებიც ვიოდეს თბილისში. ეხლა აი ასეთი ამის მთქმელი ადამიანი როგორ შეიძლება მე ჩავთვალო, აი მოქალაქე ვარ, მე პირად ჩემას მოგახსენებთ. ჩავთვალო ჩვენი ქვეყნის ინტერესების გამტარებლად. ის ხო რა თქმა უნდა იმ დროს, იმ მომენტში და დღესაც უკაცრავად, დღესაც ატარებდა სხვა ქვეყნის თუ სხვა ქვეყნების, მე არ ვიცი, ინტერესებს. ვარავდის დონეზე შეიძლება და მისი გამონათქვამები და გამომდინარე შეიძლება ამ დასკვნის გაკეთება. ამიტომ ვიძახი მეგობრებო, რომ საერთოდ სამარცხვინოა, მე უფრო მეც ვიტყოდი. სამარცხვინო, მე მრცხვენია, როცა საუბრობენ აი ვის უნდა რომელ ქვეყანას უნდა ვემსახუროთ, როგორ შეიძლება ამის აგენტობის და უცხო სახელმწიფოს ინტერესების ლეგალიზებაზე ვილაპარაკოთ ჩვენ დღეს. კატასტროფაა. სირცხვილია ეხავე გვიყურებს თელი რეგიონი გვიყურებს. ჩვენი მეზობლები გვიყურებენ. და რა ხდება აქ, რომ გამოდიან ეს დარბიან ეს NGO-ების წარმომადგენლები და იცავენ, ასე ვთქვათ, არა ჩვენი ქვეყნის ინტერესს, არამედ უცხო სახელმწიფოების ინტერესებს. უნდა დასრულდეს მეგობრებო, აი ეს უცხო სახელმწიფოს ინტერესების სადმი რაღაც გაფეტიშება და რაღაცეთი დამოკიდებულება. ყველას პატივი უნდა ვცვეთ. ჩვენ უნდა შევიძინოთ მეგობრები, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ინტერესები, მაგრამ პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მეგობარო, გიორგი. და არ არის შიშის კანკარით არ უნდა ილაპარაკოთ. მეგობრები უნდა შევიძინოთ, პარტნიორები უნდა, რა თქმა უნდა, შევიძინოთ, გავაძლიეროთ ურთიერთობა ჩვენს მეგობრებთან, ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან, ევროპელებთან, ყველას. აბა ერთად ეხლა. საუბარია უჩაბაშეთის ცოლიც დააკავეს და საუბარია პორნოგრაფიული ხასიათის შინაარსის ვიდეოების გადაღებაზე შენახვაზე. ვინ უღებდა? ანუ ეს ამ ადამიანს ქონა კამერები, როგორც ედავება შინაგასაკუთრების სამინისტრო და რამდენიმე წუთის წინ იყო ამასთან დაკავშირებით ბრიფინგი. ცოლს უღებდა თუ როგორ? არ გავიგე. საფრთხე ქონა დამონტაჟებული კამერები და შინაგასაკუთრების სამინისტრო. ანუ კატასტროფაა ეხლა ეს. მე არ მისცემ ბრიფინგი, მაგრამ ინფორმაცია რაც მე ეხლა გზაში რომ მოვდიოდი მითხრეს კატასტროფაა და ამ ადამიანზე ატეხეს რომ სამხედრო ექსპერტი დააკავეს. სამხედრო კი არა, ავადმყოფი ყოფილა. სამხედრო ექსპერტი კი არა, ავადმყოფი ყოფილა ეს ადამიანი. და კრიმინალია. თუ ეხლა მე რა თქმა უნდა არ ვარ უდანაშაულს ეზოპციას, მაგრამ თუ ეს ადამიანი რაც ეხლა თქვენ მიმითხარით, ამას ჩადიოდ ეს არის დაჯადი ქმედება, ეს გარდა იმისა რომ ავადმყოფობაა და აშინელება, ეს არის
დააჯადი ქმედება. თუ მიხავდა სახში როგორც თქვენ მეუბნებით, მიხავდა სახში ვიღაცები და თვითონ წერდა? კატასტროფა. კატასტროფა ამას რა თქმა უნდა პოლიცია და ჩვენი საგამოძიებო სამსახურები შესაბამის ასე ვთქვათ აქციების პერიოდში დაკავებებზეც ის საკუთარი კრიტიკა რომ თითქოს სამართალდამცველებიც ცდებიან ერთი რამ გავიგე ერთი რამ მინდა თქვა კაფიოდ განვაცხადო რომ ქვეყანაში არ უნდა გაჩნდეს და მე ვარ წინააღმდეგი კატეგორიულად უდანაშაულობის აი უკაცრავად აი დაუსჯელობის სინდრომის დაუსჯელობის სინდრომი არის საშინელება ეს არის პირდაპირ ძილს უძღრის სახელმწიფოს ძლიერებას და სუვერენიტეტს დამოუკველაფერს როგორ შეიძლება რომ პოლიციას ქვევს უშენენ ეს რადიკალი ანარქისტები და ეს ვიღაც გაუგებარი არარაობები ქვევს უშენენ პროვოკაციაზე მიდიან პირდაპირ წვავენ პოლიციის მანქანებს თავს ესხმიან სახელმწიფო უწყებებს ეს არის მეგობრებო ძალიან მძიმე დანაშაული ამის გამო რა ხდება ევროპაში ამერიკაში ყველა ნორმალურ ძლიერ სახელმწიფოში ამაზე არის ძალიან კაფიო ძალიან ძლიერი პასუხი სახელმწიფო უწყებებს ამიტომ მე რა თქმა უნდა ძალადობაზე რომ ამოვწუროთ მე მესამედია პოლიტიკოსები სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები უბრალოდ აქტივისტები ვინც აპროტესტებენ მიმდინარე მოვლენებს აკავებენ სცემენ უსწორდებიან ქუჩაში არც ერთი მოძალადი არ არის დაკავებული აი ეს საერთოდ მე ვგმობ ყველანაირი ძალადობას ისინი ამდენ არის ეს ძალადობა მიმართული ხა მანამდე ვიხილეთ დეპუტატების წინააღმდეგ მიმართული ძალადობა ვიხილეთ თქვენ ახსენეთ პოლიტიკოსები თუ სხვა აქტორების წინააღმდეგ მიმართული არ შეიძლება მეგობრებო ძალადობა უნდა დავასრულოთ როგორ უნდა ეს ძალადობა იცით რა არის ძალიან ეს როცა ხედავს ადამიანი ამ ძალადობას და როცა ხედავი მით უმეტეს ამ ფაშისტების აქტიურობას ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოიხსენიებ ფაშისტებად და ეს სხვა არაფერი თუ არ ფაშიზმი მათი ქმედებები რომელიც მანამდე წარსულში აქვს ჩადენილი ხალხში ასე ვთქვათ ეს ძალადობა მატულობს აგრესია მატულობს მიუღებელია ჩვენ უნდა დამშვიდეთ დავწნარდეთ აქციები თუ არ არის ახალი მე სხვა რამე არ შეიძლება ამიტომ ვიზახი რომ აი ძალიან კარგია თქვენ რო თქვით როცა საჯაროდ გამოდიან ეს აგრესიული ანარქისტები უკაცრავად აგრესიული ანარქისტები და თავს ესხმიან პოლიციას ეს არის მიუღებელი ეს არის ხელის აღმართვა სახელმწიფოზე ეს უნდა იყოს დასჯილი და არავითარი კომპრომისი აქ არ შეიძლება აი ეს სწორედ ეს დაუსჯელობა წარმოშობს სხვა ტიპის ძალადობას იმიტომ რომ ეს ვიღაც რო უყურებს რომ აქ ნახეთ საჯაროდ ხედავთ ხო კადრებს ხედავთ ყველა ხედავს კადრებს რომ თავს ესხმიან პოლიციელებს აგერ ის ერთ-ერთი უკაცრავად არავინ არ ცემს კაცო არავინ არ ცემს თუ თავს ესხმიან უკაცრავად ევროპაში რა ხდება გინახავთ კადრებით ევროპაში ამერიკაში ყველგან გაბედოს ვიღაცამ პოლიციაზე რაღაც გააკეთოს სემენ კი არა არა პოლიცია იცით რა ძალიან თანხა გადამიხადეს 1200 ლარი რომ ყოფილიყავი აგრესიული სამართალდამცველების მიმართ ეს იყო თქვენი აღიარებითი ჩვენება კი ბატონო მე უფრო მეც შეგახსენებთ როგორ შეაფასებთ უფრო მეც შეგახსენებთ ეხლა ეს არის კატასტროფა ამას რა თქმა უნდა გამოვიძიებს პოლიციად მივიცი რომ მიმდინარეობს გამოძიება მაგრამ მე შეგახსენებთ კიდევ უფრო მძიმე ფაქტს წინა ხელისუფლება აი ეს ფაშისტები როცა იყვნენ ხელისუფლებაში გახსოვთ ხურჩის ტერაქტი ადამიანებმა საკუთარ მოქალაქეებს მოუწყეს ტერაქტი ამაზე რატომ აღარ საუბრობთ თქვენ საკუთარ მოქალაქეებს მოუწყეს ტერაქტი არ ვიცი ხა ამ ადამიანს ვინ ესხმის მე არ ვიცი სპეკულაციები გავაკეთო მაგრამ არ არის გამორიცხული არაფერი ვინ რას ავარებს ვინ ვის ფულს იხდის და უნდა დაისაჯოს ისინი დაისაჯნენ თუმცა ისინი დაისაჯნენ ვინ არ დაუკავებია არც ერთი ვინც ქალაქებზე ძალადობს სადარბაზოებში ხვდებიან ალბათ გამოძიება ალბათ მიმდინარეობს მე არ ვიცი ინფორმაცია არ მაქვს დეტალებში მე გამოძიების საკითხებზე მე ვერ გავაკეთებ კომენტარს და მაგრამ თანხის სანაცვლოდ დაწვა და ეს მოიწონოს ვიღაცამ აი სწორედ ეს ასეთი ფაქტები წარმოშობს სხვა ძალადობას ამიტომ არ შეიძლება მეგობრებო ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ეს ადამიანები აი გვარამია ეს ფაშისტები და ეს გაუგებარი ხალხი მელია და ეს ყოფილი კრიმინალები და ქვეყნის მოღალატეები როგორ შეიძლება ლაპარაკობენ დღეს
დემოკრატიაზე, ევროინტეგრაციაზე. რა გაუკეთებთ მაგრამ ან დემოკრატიის განვითარების, ან ევროინტეგრაციისთვის. თუ რაიმე სარგებელი, თუ რაიმე ტიკეტი მიიღო ქვეყანამ ევროკავშირისგან, ეს მოხდა ქართული ოცნების მმართველობის დროს. ასოცირება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, სტატუსი ქვეყანა 10 წელში გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. მორჩა თემა აქ არ მივიღებთ არავისგან კრიტიკას, არავითარ პრეტენზიას, მით უმეტეს აი ამ მანიაკებისგან, რომლებიც ქვეყანას ანგრევდნენ და რომლებმაც 20% ტერიტორიის ჩააბარეს რუსეთს და ომის შემდეგ რამდენიმე თვეში გადასცეს სტრატეგიული ობიექტები და უვიზო რეჟიმი გაუხსნეს და ასე შემდეგ. როგორ შეიძლება ამ ადამიანებს საერთოდ ველაპარაკებით და ამ ადამიანებს რომ საერთოდ მათ ნათქვამზე მე კომენტარს ვაკეთებ. დავით კეზერაშვილის პრემიერის გზავნილზე მინდა კითხოთ ევროკავშირის მიმართ მოწოდება რომ გახსნას მოლაპარაკებები და ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ რომ უზრუნველყოფილიყო ჩვენი მოქალაქეების მიმართ ვიზარიზება. ძალიან კარგი იქნება, მე ვფიქრობ დადგა დრო იმისა რომ სხვა ეტაპზე გადავიდეს ურთიერთობა, ამიტომ ვიძახი რომ აუცილებელი არის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ჭიდრო დიალოგი, ურთიერთობა მაგიდასთან და უნდა მოვილაპარაკოთ. ეს საჯაროდ ასეთ თემებისგან, მით უმეტეს ნეგატიურ თემების განხილვა არ არის მისამნებელი. მე გავიცანი კონგრესმენების წერილსაც, სენატორების წერილი იყო, არ არის ეს კარგი. არ არის, ამიტომ მოლაპარაკების გახსნაზეც, რა თქმა უნდა, ჩვენ ჯერეთი თქვათ პირდაპირ, რომ რუსა გაუხსნეს უკრაინას და მოლდოვას და ჩვენ არ გავუხსნეს. აქ უკვე დაუშვეს უსამართლობა. აქ რა თქმა უნდა საქართველოს იმსახურებდა, ჯერ საქართველოს იმსახურებდა მოლაპარაკების გახსნებას და შემდეგ სხვა უკრაინა და მოლდოვა. ეს არის ჩემი პოზიცია, იმიტომ რომ ვიცი რა ის მდგომარეობა რომელიც და მზაობა, მზადყოფნა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი უწყებების და მისუტების. ამიტომ ამბობ ამას, ამას დაყრდნობით ამბობ ამას. მეორე ის რომ სტატუსი რო არ მოხდეს შარშან, რა თქმა უნდა შარშანწი რო არ მოხდეს, ეს რა თქმა უნდა არის ხო სწორი გადაწყვეტილება, ეს არის სამართლიანი გადაწყვეტილება. მაგრამ კიდევ ვიმეორებ რომ ეხა უნდა დამშვიდეთ ყველანი. ეს ზალადობაც არ შეიძლება მით უმეტეს მიუღებელი და გმობ პოლიციელების წინააღმდეგ ზალადობას და შემდეგ ნუ გაუკვირდება ვინმეს რომ პოლიციას კანონის მიხედვით აქ ერთადერთი თუ ვინმეს აქვს კანონის მინიჭებული ასე ვთქვათ იარაღის გამოყენების თუ იქნება სპეცსაშუალების გამოყენების უფლება, ეს არის პოლიცია მეგობრებო, კანონით აქვს მინიჭებული. სხვაც არავის ამ ქვეყანაში. ამიტომ როცა იარაღიან კაცზე და ამ მანდატით აღჭურვილ ადამიანზე მიდიხარ და თავს ესხმი და პროვოკაციას და მით უმეტეს ეხა ეს ვიღაც უკაცრავად და ნაძირლები რომ მოლოტოვის კოქტეილს ესროდნენ და შემდეგ ეს ჩვენი მოღალატე პრეზიდენტი რო იწყალებდა ამ ასეთ დამნაშავ კრიმინალებს. აი ეს წარმოშობს ძალადობას. ეს არის მიუღებელი. და ამაზე უნდა იყოს რეაგირება, ამაზე უნდა იმაღლოს საზოგადოება ხმა და თქვენ მათ შორის. კეზერაშვილზე რა მკითხეთ ვერ გავიგე. უნდა მეკითხა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჟიგიმანტას პავილიონის და ევროპის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს გადაუხდის $50,000 თუ თბილისს ეწოვიან და დამატებით $50,000 თუ საპროტესტო აქციებს შეუერთდებიან. როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს? ცოტა თუ ბევრია? არ ვიცი, კატასტროფა ეს თუ ასე არის, ეს კატასტროფაა. მე შეიძლება შევაფასო. თქვენ ვინც ახსენეთ, ადამიანები არიან ქვეყნის პარლამენტის წევრები და საკმაოდ ისეთი აქტიური წევრები. თუ ეს ასე არის, მე არ მინახავს, მტკიცებულები არ მინახავს. იქ გავცადოთ მტკიცებულები. შევრცელდება ინფორმაცია. არ მტკიცებულები იყო? არ ვიცი. ამ ფონზე ჩვენ გვესმის დასავლეთის გამომდინარე კრიტიკა. კონგრესმენების ერთობლივი წერილი პრემიერის სახელმწიფო საკმაოდ ძვავე იყო. კი, ამიტომ ვიძახი. ამიტომ თქვი სალივანის კრიტიკაც ისმოდა. კი ბატონო, კი, მე მოვისმინე, წავიკითხე კიდევაც წერილიც, მანამდე სენატორის წერილიც ნახე სალივანის განცხადებაც და ეს ყველაფერი არ არის მოსაწონი, რა თქმა უნდა, მიუღებელია და საერთოდ მიმაჩნია რომ კიდევ ვიმეორებ იგივეს რაც მე ვთქვი მანამდე, რომ საჭირო არის დიალოგი, საუბარი ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან. მეტი ახსნა გჭირდება, მეტი დაახლოება პოზიციების და საბოლოო ჯამში რაღაც გამოსავლის პოვნა. გამოსავალი ყოველთვის არსებობს. თავარი მე მინდა თქვა შემდეგი რომ ისეთი გამოსავალი რომელიც ჩვენს ქვეყანას გააძლიერებს. და რა ისეთი გამოსავალი თუ ისეთი პრობლემა რომელიც ჩვენ ქვეყანას დაასუსტებს. James O'Brien-ის ეწევა მომდევნო კვირას საქართველოს და კარგი შანსია საშუალება იმისა რომ ვესაუბროთ ბატონ O'Brien-ს და სხვა კოლეგებს, ამერიკელ კოლეგებს, ევროპელებს
რომ მოხდეს დაახლოება პოზიციების და ახსნა. დაასრულეთ კონგრესმენებს. საუბარი იყო ისინი შეუერთებიან სენატში სხვა კოლეგებს საქართველოს მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის ფუნდამენტური ცვლილებების ახალისებაში. თქვათ აქ ფინანსურ ნაწილზეც იყო საუბარი. გავიგე. გამომდინარე ერთ და იგივეს ვერ გავიმეორებათ ჯერ. ამერიკა არის ჩვენი მრავალი ხნის პარტნიორი, მეგობარი სახელმწიფო და საჭირო არის მათთან მუშაობა და დიალოგი და საუბარი. LGBT პროპაგანდაზე დღესაც ირაკლი კობახიძისგანაც მოვისმინეთ გუშინ გარკვეული კომენტარი ამასთან დაკავშირებით. ვეტოს ეტაპზე თუ მოისმენთ არგუმენტირებულ პასუხებს, ხომ არ ანუ ქართული ოცნება ხომ არ არის მზად რომ გარკვეული ცვლილებები შეიტანოს ამ კანონპროექტში, თუ კი თქვენი აზრით იქნება არ ვიცი, ნახოთ, დაველოდოთ. მე არ მინდა მოვლენებს გავუსრო. ის რაც მოვისმინეთ პრემიერისგან, ამ ეტაპზე არის საკმარისი და დაველოდოთ დანარჩენს დაველოდოთ. დიახ, ეხლა რომლებმაც შეურაცხყოფა მიაყენეს მამაოებს და იყო მუქარაც როგორ შეაფასებთ ამას და ეს არ არის ერთადერთი ფაქტი, როცა ეკლესიაზე მიდის ამ პერიოდში ზეწოლა განსაკუთრებით პატრიარქის მიმართაც თუნდაც არა თუ ეს დაფარულად მოხდა და ეს რა თქვენ მოკლედ ინციდენტი თუ ეს მსგავსი მე ვიტყოდი მორგი მკრეხელური ანტიეკლესიური ქმედება ღიად გამოდიოდნენ 2 წლის წინ გახსოვთ 2 წლის წინ გამოდიოდნენ ეს ადამიანები აი ეს ფაშისტები და ანტიეროვნული ძალები და ღიად აუგად მოიხსენებდნენ პატრიარქს ეკლესიის წინააღმდეგი გამოდიოდნენ საპატრიარქოს მოიხსენებდნენ ძალიან ცუდი სიტყვებით ეს ხომ არ ახალი ამბავი ეს კარგად ვიცით რომ ეს არის მტრული ძალა ეს ნაცმოძრაობა და მთელი მას დაკავშირებული ეს პატარ-პატარა პარტიები ესენი არიან მტრული ფარისეულური ყველაფრის მკადრებელი ბოროტი ძალა რომელმაც მოუტანა ქვეყანას ომი, გრევა, არეულობა, ქაოსი. ამიტომ საჭირო არის რომ ყველას გაეცეს პასუხი. კიდევ ვიმეორებ რომ დაუსჯელობის სინდრომი არ უნდა გაჩნდეს ქვეყანაში. ყველა დამნაშავე უნდა იქნას დასჯილი. ყველა ვინც არ უნდა იყოს განურჩევნოთ მისი პოლიტიკური კუთვნილებისა თუ ნებისმიერ ორიენტაციისა, ყველა უნდა იყოს, ყველა დამნაშავე უნდა იყოს დასჯილი. სხვა შემთხვევაში ვერ ავაშენებ ძლიერ სახელმწიფოს და გავხდები დასაცინები გარედან. ბატონო ირაკლი, LGBT პროპაგანდის კანონპროექტის ცვლილებაზე რას ვეთქვით? LGBT პროპაგანდის კანონპროექტის ინიციატივა არის ძალიან მნიშვნელოვანი და რატომ? 2014 წელს გახსოვთ მაშინ, როცა მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, მაშინ მე გავაჟღერე ინიციატივა, რომელიც რამდენიმე წელიწადში, 2-3 წელიწადში ჩვენმა გუნდმა შეიტანა კონსტიტუციაში და ეს ინიციატივა იქნა დაკანონებული დადგენილი და განისაზღვრა ქორწინება როგორც ხალხისა და მამაკაცის ერთობა. და მაშინ გაუგებარი იყო ბევრისთვის ეგ უნდა თუ ეს პოპულიზმი იყო, ეს იყო რა არასაჭირო, მაგრამ ნახეთ რა მოხდა ძალიან მალე. დღეს 27 ქვეყნის, ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 24-ში თუ 25-ში უკვე დაკანონებულია ოფიციალურად ერთსქესიანი ქორწინება. ეს იგი საჭირო ყოფილა მაშინ ის ინიციატივა, რომელიც შევიტანეთ კონსტიტუციაში. ასევე ანალოგიურად დღეს რაც მიმდინარეობს ტენდენციები, ჩვენ უყურებთ ტენდენციებს უნებრივი ევროპაში, ამერიკაშიც ხდება. არ არის ეს ყველაფერი კარგის მომტანი. ეს არის აღვირახსნილი კამპანია. მიყავთ საბავშვო ბაღებში, სკოლებში ტრანსგენდერები და ეუბნებიან, რომ აი თუ არ მოხსოვს გოგოს ამბიც ეუბნებიან, თუ არ მოხსოვს შენი სქესი, შეგიძლია გადაიკეთო მშობლის ნებართვის გარეშე. აი ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ ჩვენ. ეს არის ანტიადამიანური, დემონური რაღაც ინიციატივები და ამას ჭირდება გაფრთხილება, ამას ჭირდება ჩაკეტვა. ამიტომ არის აუცილებელი და დროული მე ვიტყოდი ეს ინიციატივა და ამას ჭირდება ბოლომდე მიყვანა. ეხლა რა ერთ რამეს ვიტყვი თუ შეიძლება კიდევ. აი კანონზე დიდი აჟიოტაჟი ატეხილი, რომ კანონი ცulis ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კურსს. როგორ შეიძლება კანონმა შეგვიცვალოს კურსი, მეგობრებო? ეხლა ნებისმიერ მოქალაქეს მინდა დაუსვა ეს შეკითხვა. სტატუსებს ანიჭებს კონკრეტულ ადამიანებს და იმით. სხვა რამეა. მე სტატუსზე მოგახსენეთ ჩემი აზრი. წესით. ჩემი აზრით თუ გაინტერესებთ. თუ უცხო სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება ესა თუ ის პირი თუ ორგანიზაცია, ასეთი ორგანიზაცია დაიხუროს პირდაპირ ყოველგვარი ცერემონიების გარეშე და ასეთი პირი უნდა იყოს დასჯილი.
ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული ჩემთვის, ჩემი გამოსახედიდან. თუმცა ჩემი აზრით. ეხლა რაც შეეხება კანონის და ზოგადად კანონის და საგარეო პოლიტიკის კურსს. საგარეო პოლიტიკის არჩევანი, ასე ვთქვათ. და კურსი გატარებული გვაქვს ჩვენ უკვე დიდი ხანი, მრავალი წერია და ჩვენივე ინიციატივით, მეგობრებო, კონსტიტუციაში ჩავწერეთ, ჩვენმა გუნდმა, ოცნებამ ჩაწერა და განსაზღვრა საგარეო პოლიტიკის კურსი კონსტიტუციაში. ეხლა როგორ შეიძლება კანონი იყოს აღმატებული კონსტიტუციაზე? ეს ელემენტარული, პრიმიტიულია, ელემენტარული საკითხია, ხო? ამიტომ ნუ ვატყუებთ ხალხს, რომ კანონი, რაღაც კანონის შეცვლის კურსი, არც არ შეცვლის. შეიძლება მიუღებელი იყოს ვიღაცისთვის ეს კანონი თუ ჩანაწერი თუ ტერმინი თუ ესე სახელია პრობლემა, ხო? მან დავდივართ, სახელზეა პრობლემა. ო, ამიტომ უნდა ვილაპარაკოთ, ამიტომ იყო საჭირო. ხურილი და ხმაური და სიგიჟე კი არ იყო საჭირო. იყო 7 საუბარი საჭირო პარლამენტში, დისკუსია, გონივრული, რაციონალური დაждდომა და თქმა რომ სახელი ეს არ მომწონს. ამიტომ და ამიტომ. მოდი ეს ჩავწეროთ. სალმე განვიხილეთ ეს, ამე მოისმინეთ თქვენ. სიგიჟე მოისმინეთ. ეს სივრცე ამისთვის. მე მგონი კი. აი მაგალითად კონკრეტულად შეგიძლიათ გაიხსენოთ. მე მგონი სახელზე იყოს, სახელზე იყო კიდევაც შეთავაზება. სახელზე რომ თუ არ მოგწონს სახელი, მოდი შევწვალოთ. რატომ არ იყო დისკუსია? რატომ არ იყო? იმიტომ რომ არეულობა უნდათ, ქაოსი უნდათ. მათ ან უნდათ. აწყობთ, იმიტომ აწყობთ, კანონის მიღებას აწყობდათ, იმიტომ რომ ეს მიეცა საშუალება დესტაბილიზაციის. ძალიან მარტო წასაკითხია ეს, რა უნდა მის საკითხოს და ამ პროცესში გრძელდება პროტესტი. და ბოლო კითხვა და დავასრულოთ, აბა. პროტესტის გრძელდება დღესაც არის პარლამენტის წინ დანიშნული აქცია და თქვენ ხშირად საუბრობთ იმაზე, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებას სწორი ინფორმაცია გქონდეს მიწოდებული. აი, ხა პროტესტს რაც შეეხება. პროტესტის ფორმა. დიახ. პროტესტი პარლამენტის მერვე და მე-19 წლის ყოფილი პარლამენტარების წერილი გავრცელდა, სადაც ასევე მოუწოდებენ ხელისუფლებას გაიწია მეტანკი. ავიგე, სასაგებია. ავიგე, სასაგებია. ბობიჩაიშვილი, ანა მიროტაძე და სხვები. ოპოზიციონერები ჩამოთვალეს, დასაგებია. სხვა რა მინდა გითხრათ, მეგობრებო. ყოველგვარი პროტესტი ეს არის დამახასიათებელი დემოკრატიის, ნებისმიერი დემოკრატიის და მათი უფლება არის გამყარებული კონსტიტუციის დონეზე. მაგრამ ასევე კანონი ამას ძალიან მკაფიოდ გვეუბნება. ნებისმიერი ძალადობა პოლიციის წინააღმდეგ, სახელმწიფო უწყებების წინააღმდეგ არის დასჯადი ქმედება. თქვენ ნახეთ ამერიკაში რა მოხდა. ეს ბრბო ანარქისტები რო შეიჭნენ კონგრესის შენობაში, 4 კაცი ადგილზე მოკლეს და დაარბიეს და შემდეგ 200 თუ 300 კაცი დაიჭირეს ათეულობით წელი მიუსაჯეს. ესე იგი დაუნდობელია სახელმწიფო. თუ ხარ სახელმწიფო, უნდა იყოს სახელმწიფო და აქ არ უნდა იყოს რაღაც თამაში და საბავშვო ბაღი. ეს ერთ თემა. მეორე თემა ის რომ შეიკრიბონ, წინამდეგი არ ვართ, პროტესტი რომ გამოხატონ მშვიდობიანი ფორმით და არავითარ გადასვლას არაპატიებს დღეს სახელმწიფო. ეს არის დაუშვებელი და მაგის ილუზია არავის არ კონდეს. და თუ დღეს ვინმეს აწყობს დესტაბილიზაცია და მშვიდობის მონგრევა და სტაბილურობის მოშლა, ეს არის სწორედ ეს მტრული ძალები, რომლებიც ეწევიან აი ამ დესტრუქციულ საქმიანობას და ანტიეროვნულ საქმიანობას. და კიდევ კითხვა რა იყო ბოდიში? მე მინდა გუშინდელი პრესკონფერენცია გზავნილები რო შევაფასოთ ირაკლი კობახიძის მედიის წევრებს შეხვდა, ზოგიერთი მედიის წარმომადგენელი ღიად დაუპირისპირდა, მათ შორის საკუთარ არ იყო კარგი სანახავი, ეს ბუნებრივია. როგორ შეიძლება ასეთი საქციელი? საერთოდ მე მაგიტომ ვთქვი, რომ კითხვის დასმა, როცა ადამიანს არ შეუძლია და პასუხის მოსმენა და გადადიან შეურაცხყოფაზე, იქ დიალოგი ვერ შედგება. მაგიტომ ვთქვი, რომ პარლამენტში წარმომხდარა არ ხდება დიალოგი, მათ არ უნდა საუბარი, არ უნდა პასუხის მოსმენა და მათი ერთადერთი, ასე ვთქვათ, მიზანი ამოცან არის არეულობა, ქაოსი, ომი. ამას ჩვენ არ დაუშვებთ. სანამ ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში, ქვეყანაში არ იქნება არც ომი, არც არეულობა და არც ქაოსი. ეს კარგად დაიმახსოვროთ და მშვიდად ვიყოთ. ნების უკაცრავად ბრწყინვალე შვიდეულია აღდგომის მოლოცვა მინდოდა კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ ყველას აღდგომა, გიორგობა, ისურვოთ მშვიდობა და სტაბილურობა და განვითარება. მადლობა.